პროტესტი გაგრძელდება დასახული მიზნის მიღწევამდე დღეს ამ იდეით ფინანსთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები იყვნენ შეკრებილები. პრობლემის მოსაგვარებლად მოთხოვნა უცვლელია აქციის მონაწილეები ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ არსებული დაფინანსება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის კომპლექსური თერაპიის ჩატარების საშუალებას ვერ იძლევა. ოჯახებს კი მოზარდებისათვის ღირსეული მკურნალობის მისაცემად სახსრები არ აქვთ. უფრო ვრცლად რას ითხოვენ მშობლები და რას პასუხობენ ამ მოთხოვნას შესაბამისი სამსახურები. აიღებს თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით თამთა ასანიძეა კონტაქტზე თამთა გისმენთ. ირაკლი ფინანსის სამინისტროსთან იმ მშობლები შეიკრიბნენ, რომელთა შვილები ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სერვისებით ვეღარ სარგებლობენ. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების მშობლები ადრეული განვითარების და რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოციალური სერვისებისთვის ბიუჯეტიდან არასაკმარისი თანხა არის განსაზღვრული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის კომპლექსური თერაპიის ჩატარება ვერ ხერხდება. პირადად მე 5-6 წელია დავდივარ ჯანდაცვის სამინისტროში, კანცელარიაში, პარლამენტში, ყველგან და ყოველთვის გვაქვს სერვისებზე პრობლემა. დაფინანსების არ ყოფნის გამო. მარტო მე არა, ჩემი შვილის გარდა ძალიან ბევრი ბავშვი მუდმივად არიან რიგებში, რეაბილიტაციის რიგებში, ადრეული განვითარების რიგებში და უკვე ყელში ამოსასვლელია ეს ყველაფერი 4 თვეა. რეაბილიტაციის გარეშე არის ჩემი შვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ 4 თვე არ აჭამო საჭმელი. თანხები არის მაინც ძალიან ცოტა. ანუ სადღაც 100.000 ლარით, 200.000 ლარით იმატებს ყოველწლიურად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რომ ავიღოთ ჯანდაცვის სოციალური პროგრამები, თქვათ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამა, თვითონ პროგრამაში დაახლოებით 600 ბავშვია მომლოდიანთა სიაში და ვერ იღებენ დაფინანსებას. ამიტომ მინდა აღვნიშნოთ, ცოტა ხნის წინ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს წინ მქონდა აქცია, სწორედ ამ პროგრამების ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნის მიზნით და მათ აღიარეს მაშინ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიმართეს 2 ჯერ, მაგრამ სამინისტროსგან არ მისვიათ მათ არანაირი პასუხი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო უარს ამბობს ამ პროგრამების ბიუჯეტის გაზრდაზე. ჩემს შვილს მიუხედავად იმისა, რომ მიეწოდებოდა პერიოდულად რეაბილიტაცია, მაინც განუვითარდა მესამე ხარისხის სკოლიოზი და ძალიან მნიშვნელოვანია სისტემატიური რეაბილიტაცია და არ გვაქვს ეს სისტემატიური რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა პრიორიტეტებია და ამ პრიორიტეტების გამო ვერ ხვდებით რეაბილიტაციის პროგრამაში. ამჯერადაც არ ვართ რეაბილიტაციის პროგრამაში და აქედან გამომდინარე ბავშვს ურთულდება მდგომარეობა იმის მაგივრად, რომ წინ წამოვიდეს მისი ფიზიკური მდგომარეობა. მშობლებმა ქუმსიშვილის უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის შემდეგ მიმართეს, თუმცა ფინანსთა სამინისტროდან ბენეფიციარებს ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და განმარტეს, რომ სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვის ზრუნვის პროგრამის არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში სერვისები და მასზე ხელმისაწვდომობა იზრდება, რაც შეეხება დაფინანსების მომატებას წლევანდელ ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლებელია. რაც შეეხება დაფინანსების მომატებას წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში ალბათ ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ პროგრამის შედგენისას, როდესაც სახელმწიფო პროგრამა დგება, შეშემო ბავშვთა მშობლები და მათი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ვიღებთ, ერთობლივად ვწყვეტთ ხოლმე მათ საჭიროებებს და იმედი მაქვს და ალბათ ასეც იქნება ტრადიციულად, რომ მომავალი წლის 2018 წლის ბიუჯეტი დაიგეგმება მათი თანამშრომლობით. შესაბამისი სერვისის მომლოდიანთა რიგებში ამ დროისთვის 600-ზე მეტი ბენეფიციარი იმყოფება. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლები ოფიციალურ პასუხს ფინანსთა სამინისტროდან ამ დრომდე ელიან. დიდი მადლობა დეტალებისათვის. თამთა ასანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში დღის ამ და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ კი უკვე ვრცლად კონტაქტში ზუსტად 8 საათზე შეიტყოთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.